არის ძალიან დიდწილად ვართ ჩვენს საერთაშორისო კონტექსტზე დამოკიდებული სამწუხაროდ. თუ საბედნიეროდ არ ვიცი, იმიტომ რომ საბედნიეროდ ყველაფერი ისე აეწყო, რომ ივანიშვილს აღარ გამოუვიდა პირდაპირ აი ესე აღება საქართველოში და რუსეთში წაღება, თორემ მათ სექტემბრის ბოლოსთვის ჰქონდათ დაგეგმილი აი ამ არჩევნებს რო ჩაარიხინებდნენ ზაფხულში, ესე გეგმავდნენ ყოველ შემთხვევაში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, მე რკინიგზის გახსნა, აფხაზეთის რკინიგზის გახსნა, გახსოვთ ხელმოწერების შეგროვებაც რო დაიწყეს იმ რუსის მონებმა რაღაცა ის რო თავისი ხო ხო და მან გადავრჩით იმიტომ რომ ირანში რო ის ამბავი მოხდა ის ღერძი რომელიც ჩრდილოეთ სამხრეთს ესენი დიდი მედებს ამყარებდნენ რუსეთი ირანის ღერძი რომელიც სომხეთის გარეშე ჯერ ერთი აღარ გამოვა და სომხეთი უკვე გავიდა ამ თამაშიდან გარდა ამისა ირანი ისე გაჩანაგდა რომ რაის რუსეთი ირანის ღერძი ანუ ეგ გაემაზა ტრამპმა გაამართლა მათი იმედები ან ტრამპმა გაამართლა მათი იმედები ანუ ძალიან ბევრი რაღაცა საერთაშორისო კონტექსტის გამო მათ გაემაზათ ამიტომ ფინანსებშიც ძალიან უჭირთ ყველაფერში ძალიან უჭირთ აბსოლუტურად და მე არ ვიცი აი რომ ყველა დაგვიჭირონ რითი უნდა შეინახონ რეჟიმი ერთადერთი გამოსავალი არის რომ აი თქვა კოლ-ცენტრებით ამ ნარკოტრაფიკით და ფულის გათეთრებით ეგეთ რაღაცებს შეინახონ მაგრამ ეგრე არ არის ივანიშვილს რო გონია რომ ჩემ ქვეყანაში კაცო მე ფულს გავათეთრებ თუ რას ვიზავისი რა საქმე აქვს ჩემი სუვერენული ქვეყანაო ეგეთ სუვერენიტეტი უნდა მაგას რო აქ ფული გაათეთროს და ეს ყველაფერი არის საერთაშორისო დანაშაული შესაბამისად ხა სანქციების გარდა წითელი ცირკულარიც არსებობს ინტერპოლის ამიტომ არ აქვს დიდი არჩევანი მოკლედ ამათ რა შეიძლება თავი შეინახონ ამ რაღაცა კრიმინალური ფულით მაგრამ დიდხანს ვერ შეინახავენ ამიტომ ჩიხი არის მოკლედ სადაც არიან რა მთავარია ამათ ბოლოს მოუღებს ხო ერთი არის რომ პროტესტი არ უნდა შეჩერდეს და ეკონომიკა მოუღებს ამათ ბოლოს ძალიან კარგად იციან ეგ